იმერეთის რეგიონში Global TV-ს წარმომადგენლებს სახლებიდან ყრიან. მოსახლეობა აცხადებს, რომ ტერორის ქვეშ იმყოფება. იმერეთის სოფლებში Global TV-ს შესვლისთანავე ხელისუფლების წარმომადგენელთა 7-8 მანქანა დაუყოვნებლივ ჩნდება. მოსახლეობის თქმით, ეს ხან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები არიან, ხან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც გლეხებს აფრთხილებენ, რომ Global TV-სთან თანამშრომლობის შემთხვევაში დაკარგავენ სამსახურს, სოციალურ დახმარებას ან სულაც დაიჭერენ. ჩვენზე ეუნებოდნენ, რომ მტრები არიანო, სახლში არ გვიშვებდნენ. როდესაც შეგვიშვებდნენ სახლში, ეუნებოდნენ, რომ იყო ზარები უშიშროებიდან, იყო ზარები გამგეობიდან. სიამოვნებით შეხვდი ამ ხალხს და მე კურატორია თუ ვიღაცა მოვიდა და მითხრა, რომ რატო შემოუშვი ეს ხალხი არ არიან საჭირო ასე ისე და თქვენ დღეს მოხვალ დადგათ ვაგანტენას და წახვალთ ამგად შეექმნება აქ მის მეზობლებში პრობლემები. მათ ვინც Global TV-ს სახლი მიაქირავეს, ხშირ შემთხვევაში მართლაც ექმნებათ პრობლემები. სოფელ ქვიტირის მკვიდრ ზურაბ ხარაბაძე სახლში გამგებელთან დაახლოებული რამდენიმე პირი მიუვარდა და მთელი სოფლის სახელით კომპანიის თანამშრომლების გაყრა მოსთხოვა. ეხლა მოხვედით იმისთვის, რომ გაყაროთ ეს ხალხი? რაზე მოვედი? მე კი არა, მარტო მთელი სოფელი, აგერ რამდენი. სოფლის სახელით ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ხალხია და იმაშვებია, რა ქვია, წინააღმდეგები არიან. რომელია შენი უბანი მითხარი, მოდი აგერ. მოდი აგერ. არ გვინდა რა. მოდი აგერ. მოდი უბნელები, მე ამუბნელი ხარ და შენ არ ჩუბნელი არა ხარ. შენ უბნელი. სწორედ ამ პირებს 2 დღის წინ სოფლის რწმუნებული ზაზა ჭეიშვილი ადგილობრივ კაზინოში დასაქმებას დახბიდა. იმავე სახეების გამოჩენის შემდეგ წინაღამეს წვიმაში Global TV-ს 60 წარმომადგენელი გამოაძევეს. თითქმის ყველა გამოცემა დღეს ერთი მოთხოვნით გამოვიდა. მინდა ვუყურო ყველა ქართულ ტელეარხს დააკანონე მასქერი. საკაბელო მაუწყებლებს ქსელში ყველა ქართული არხის ჩართვის ვალდებულება უნდა ჰქონდეთ. მასქერის პრინციპის მოთხოვნამ პარლამენტის შემდეგ ქუჩაში გადაინაცვლა. კამპანია ეს შენგეხებას წევრება მორიგი აქცია მეტროსადგურებთან გამართეს. უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტიან გარემოს, სიღრმეს და ინფორმაციის მასშტაბს, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის მოქალაქეებისთვის მიიღონ განაწყვეტილება მომავალ არჩევნებში, არის ის, რასაც ჩვენ must carry-ს უწოდებთ. ხელისუფლების გარდა მასქერის პრინციპს მოწინააღმდეგეები მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლებში წყავს. ყველაზე ლოგიკური და ანგარიშგასაწევი ეს შენგეხებას ის წინადადებებია, რომლებიც საკაბელო ოპერატორების მიერ ლიცენზირებული მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტ შეეხება. ესეც საკამათოა, რადგან თავისუფალი ბიზნესის შეზღუდვას გულისხმობს და ეჭვი არ მეპარება, რომ ოპონენტებს ანგარიშგასაწევი არგუმენტები ექნება. გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ქუთაისის ბიბლიოთეკის თანამშრომელი მწერალი ცირა ყურაშვილი სამსახურიდან ახსნა განმარტების გარეშე დაითხოვეს. ქუთაისის ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ცირა ყურაშვილმა გათავისუფლების შესახებ დღესდღეობით სამსახურში მისვლისას შეიტყო. დირექტორმა ბიბლიოთეკარს მისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება პირადად გააცნო. ჩემი გათავისუფლება მოხდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოხდა პოლიტიკური ნიშნით, რადგან უკვე 1 თვეა, რაც მე ღიად გამოვხატე ჩემი პოზიცია ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. პრემიას საბას ნომინანტი მწერალი ცირა ყურაშვილი აცხადებს, რომ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში წელიწად ნახევარი იმუშავა და შენიშვნა არასოდეს დაუმსახურებია. საქმის გარჩევა მინისტრის დონეზე სად იყო წუხალ ქართულ ოცნებაში გადასული საქართველოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი. განგაში ღამით ატყდა, როდესაც ქართულმა ოცნებამ ავალიანის გატაცების შესახებ გაავრცელა განცხადება. ჯიუდოისტი ამბაკო ავალიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ხელფას მოგიხსნიო იქ რავი ნაკრებს აღარ გაგაკარებ და მეოთხარე მეთქი ვერ მომიხსნით თქვა, რაც მეკუთვნის თქვა, იმას ვერ მომიხსნით თქვა რა და ვნახოთ. ქართულ მოჭიდავეთა ჯგუფი, რომელშიც ამბაკო ავალიანი შედიოდა, ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 25 მაისს შეხვდა. სტუდენტებს კი დასაქმების სანაცვლოდ მმართველი გუნდის საარჩევნო შეკრებებზე მოუწევთ სიარული. გავრცელებულ ინფორმაციას სტუდენტები პირად საუბარში ადასტურებენ, თუმცა სატელევიზიო ინტერვიუზე უარს ამბობენ. ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მას სასწავლებლოში პრობლემებს შეუქმნის, ნაწილს კი 500 ლარიანი ანაზღაურების დაკარგვის ეშინია. ჩვენი ინფორმაციით ის სტუდენტები, რომლებიც სხვა პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას, ანუ დასაქმების პროგრამებში, რაც მოგეხსენებათ საფრთხეშიც არის, შემდეგ ვალდებულები ხდებიან ნაციონალური მოძრაობის პარტიის მიმართ, ისინი იბარებენ მათ სხვა შეკრებებზე, აქციებზე და ასე შემდეგ. ზუსტად ნახევარი წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო პროგრამის ღიმილიანი საქართველოს დაწყების შესახებ განაცხადა. ექნება თუ არა აჭარელი მოხუცების ნაირი ღიმილი კახელ, გურულ ან იმერელ უმწეობებს. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს. დაუპლომბოთ, ჩაუსვათ, გაუპრიალოთ, მაქსიმუმ ერთ თვეში, ხო? და ბანა მარტო ხობოთ ეს ყველას ვისაჭირდება. დავიკეთა ჰოლივუდის კბილები. მე ვენაცვალე ჩემს პრეზიდენტს და მის გუნდს.